ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცე გაიხსნა საგამოფენო დარბაზი, დამწყები და პროფესიონალი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრების ექსპოზიციისთვის არის განკუთვნილი. პროექტი განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი ხელოვნებისთვის სადისკუსიო სივრცის შექმნა. სახელოვნებო დაწესებულების გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე ფოტოგრაფ საშა მითაიშვილის კერძო არქივი და ხარიტ ნახვლედენის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციის ნაწილი იყო წარმოდგენილი. სივრცე არ ყველასათვის ღია. ჩვენ რა თქმა უნდა რაღაც პროგრამა წლის ბოლომდე უკვე გაწერილი გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად თითოეულ ბათუმას თუ ცხოველ ხელოვანს თავისი ნამუშევრების თუ იდეების შემოტანა შეუძლია ჩვენთან და ერთობლივად დავგეგმავთ ჯგუფურ გამოფენას ან პერსონალურ გამოფენას. ხელოვანები, ისინი ვინც ჩვენთან დღეს შემოქმედებით პროცესებში არიან ჩართულნი, ახალგაზრდები უკვე რამოდენიმე ხანია, ესე ვთქვათ, ამ იდეით გამოდიან, საუბრობენ, რომ არსებობს ამისი საჭიროება, თუმცა მხოლოდ წელს გახდა შესაძლებელი სამინისტროს ძალისხმევით უკვე შესაბამისი ფინანსური და სხვა რესურსების გათვალისწინება, რათა ეს სივრცე როგორც ორგანიზაცია დაარსებულიყო და გახსნილიყო. რომ ქალაქს ზოგადად საგამოფენო სივრცეები აკლია, სრულიად არასაკმარისია ამ ჩხეფარე ცხოვრები ქალაქისათვის ის საგამოფენო სივრცეები და შეემატა ერთი თავისუფალი სივრცე, სადაც ახალგაზრდებსაც და არა მარტო ახალგაზრდებსაც, ყველას ექნება საშუალება წარმოაჩინოს თავისი ნამუშევარი. მამაჩემი ცხოვრობდა ამ სურათებით და ყველაფერს რაც კი ხდებოდა საერთოდ აჭარაში, ყოველთვის იღებდა, მაგრამ ამას აკეთებდა თავისებურად. ხელოვანი იყო ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ რეპორტაჟებს, ფოტორეპორტაჟებს უფრო აკეთებდა გაზეთისთვის. ძალიან გამიხარდა.